და ჩვენ კი გავიგოთ ამბები ქართული კულტურიდან. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გვთავაზობს პროექტს კვირის ექსპონატი. კვირის ექსპონატი, რომელიც ამჯერად საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებელს ელოდება, ტიმოთე გაბაშვილის მიმოსვლა, ხელნაწერი ავტოგრაფი Q80-ია. ის არსებული მიმოსვლის 4 ხელნაწერ ავტოგრაფს შორის რიგით მესამეა და მოგზაურობის უშუალო შთაბეჭდილების ქვეშ იწერებოდა. ამას მოწმობს ხელნაწერში დეტალურად აღწერილი მოგზაურობის მარშრუტი და ტიმოთეს მიერ გავლილი ყოველი პუნქტი. ამ მიმოსვლის რედაქციაში ასევე ჩართულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედრის მხატვრობიდან გადმოღებული და ფერებით შესრულებული 3 ქართველი მეფის ილუსტრაციები, ქართული და ბერძნული წარწერებით. დამთვალიერებელს ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზი 1 კვირის განმავლობაში უმასპინძლებს. ძალიან საინტერესოა. ქართველებს წმინდა მიწასთან და ათონისთან საუკუნეების მანძილზე ჰქონდათ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. მაგრამ ამის მიუხედავად შუა საუკუნეების ქართველ მოგზაურებს თავიანთი მოგზაურობის შთაბეჭდილებები ჩვენთვის არ შემოუნახავთ, არ აღუპეჭდავთ, არ ჩაუწერიათ. პირველი, ვინც ეს გააკეთა, ეს გახდათ ქუთათელი მთავარეპისკოპოსი ტიმოთე გაბაშვილი. მან მე-18 საუკუნის შუა წლებში 1755-დან 59 წლებში იმოგზაურა კონსტანტინოპოლში, ათონის მთაზე და იერუსალიმში. ახლა იმას გარდა რომ ეს არის პირველი, ესე იგი ჩანაწერები, ეს ჩანაწერები არ წარმოადგენს მხოლოდ შთაბეჭდილებას მოგზაურის. ტიმოთე გახდათ პირველი ქართველი, რომელმაც როგორც მეცნიერმა ისე შეხედა ათონის მთაზე და იერუსალიმში არსებულ ქართულ მონასტრებს.